რამაზ პატარიძე, ისეთი რაღაც განსაკუთრებულად ლამაზი, თან ისეთი იშვიათი კალიგრაფია ჰქონდა, რომ იმიტომაც ისწერდა ჩვენ ჟურნალს რამაზის სახლში იყო ეს ზგუშჩონკა და თეთრი პური რომ ვიჭამეთ ასეთი გატაცებით. კიდევ სხვა საინტერესო იყო, როდესაც გიორგი სააკაძეს იღებდნენ და მაშინ წელიწადში საბჭოთა კავშირში იღებდნენ 5 ან 6 ფილმს, ამიტომ თითო ფილმი ეს ისეთი მოვლენა იყო ჩვენ ცხოვრებაში, რომ ყველაფერი ამ გიორგი სააკაძის გარშემო ტრიალებდა და მაშინ მიშა ჭეურელი ეძებდა პაატას როლის შემსრულებელს და 2 კანდიდატი ყავდა, ერთი რამაზ პატარიძე და მეორე გაიოს ჩარაშიძე, რომელიც ჩვენ პარალელურ კლასში სწავლობდა და რამაზი ჩემ კლასში და ჩვენ ეს გოგოები ჩვენი კლასის დავირაზმეთ რამაზის დასაცავად და რას არ ვაკეთებდით არ ვიცი ლამის მიშა ჭეურელს მივუვარდით და ვეუბნებით რომ აუცილებლად უნდა გადაიყოს რამაზი და არავითარ შემთხვევაში გაიოზი და მე მიშა ჭეურელმა მაინც გაიოზი აირჩია და ჩვენ არ ვიცი თვლიდით ამას რაღაც წარმოუდგენელ უსამართლობად რა თქმა უნდა მე ეს ჩვენი დაპირისპირება გაიოსთან აბსოლუტურ მეგობრობაში გადაიზარდა. $1945 წელს, როდესაც გაგანია ომი იყო საბჭოთა კავშირში, ჩვენ გადავწყვეტეთ ხელნაწერი ალმანახის გამოშვება. არა, ჟურნალის რა თქმა უნდა, მაგრამ რატომღაც ალმანახს უძახდით, ალბათ უფრო მნიშვნელოვნად ჟღერდა ჩვენთვის და სარჩევს ერქვა კონგურები. ძველი ქართული სიტყვა მოვიფიქრეთ. მისი რედაქცია იყო რამაზ პატარიძის სახლში და რედაქტორი, გადამწერი იყო რამაზ პატარიძე. ეს იყო იშვიათად საინტერესო საქმიანობა ჩვენთვის. ძალიან მოგწონდა ეს სიტყვა, რომ დაიბეჭდა, ჩემი ლექსი დაიბეჭდა პატარა ეჟვანში, ან კრიტიკული წერილი დაიბეჭდა პატარა ეჟვანში. აი აქ უნდა წაიკითხოთ, როგორ წერია სარედაქციო კოლეგია და ვინ არიან ამ სარედაქციო კოლეგიის წევრები. აი ესე, რედკოლეგია, ლანა ღოღობერიძე, თამაშ ჩხენკელი, რევას თვარაძე, ზურაბ კაკაბაძე, არჩილ სულაკაური. და აი აქ მართლა იბეჭდებოდა ჩვენი ლექსები, კრიტიკული წერილები, ფიქრები პოეზიის შესახებ, ძალიან საინტერესო სხვათა შორის. თან ვიცოდით, რომ ეს იყო სრულიად დაუშვებელი იმ დროში, იმიტომ რომ ეს რომ გაეგოთ, რომ ჩვენ ესე ჩუმად ვუშვებდით ხელნაწერ ჟურნალს, ეს ნამდვილი დასჯადი საქციელი იყო, რა თქმა უნდა. და სწორედ ამით იყო ასეთი მომხიბლავი. ვიკრიბებოდით ჩუმად. აი ესე როგორც შეთქმულებას შევიდოდით რამაზის ბინაში, მე ვიჯექით, ვფიქრობდით, როგორ ვინ რა უნდა გააკეთოს. აი ასეთი 7 ნომერი გამოვიდა ამ ჟურნალის და სხვათა შორის საერთოდ ძირითადად სულ ლიტერატურას ეხებოდა, მაგრამ არც თუ ისეთი უბრალო რაღაცები იბეჭდებოდა, აი მაგალითად ეს სტრიქონები ზურა კაკაბაძის ლექსიდან დაესამშობლოში ვიყოვით ჯვარცმული, თბილისის სხვა რა თუ არა გოლგოთა, დადიან ლანდები ლამაზად ჩაცმული, ქართველი ვაჟების და ქართველ გოგოთა, უსისხლო ლანდების თაობა უძარღო, ნუ თუ ეს იქნება ჩვენი მომავალი. აი რომ წარმოიდგინოთ ეს რა დროს იწერებოდა, როდესაც უძარღო თაობა კი არა და უსისხლო, არამედ იყო თაობა კომუნიზმის მშენებელი და მხოლოდ ეს უნდა ასახულიყო პოეზიაში თუ ლიტერატურაში საერთოდ. და მე კიდევ ესეთი სითბოთი მახსენდება სიტყვები, რომლითაც შემეგებენ ბიჭები, როდესაც მე მივედი ალმანახში. ეს სტრიქონები ასეთია. თან გულს მიჩუყებდა, თან მეცინება მაღალ ფარდოვნებაზე. ლანა, შენ ოქროს ქოშებით გამოიარე ჩვენი ალმანახის ფურცლებზე და მეოცნებე ჭაბუკების გულმკერძზე.
და ეს დღე მარად დარჩება იმ შვენიერი წუთების მოსაგონებლად, როცა შენ პირველად მოხვედი პოეზიის ოაზისთან, შემოკრებილ ბედუინებთან. აი ესე დაერქვათ მათ პოეზიის ოაზისთან შემოკრებილი ბედუინები. ალმანახის გამოცემა კი მაშინ შევწყვიტეთ, როცა ოტია პაჭკორია და მისი მეგობრები დაიჭირეს, იმიტომ რომ უკვე ნათელი გახდა, რომ რაღაც ღრუბლები იკრიბებოდა ჩვენს თავზე და ალმანახის გამოცემა უკვე მართლა საშიში ხდებოდა.